იცოდით, რომ სიტყვა ვულკანი ვულკანუსიდან მოდის, რომელიც რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა. ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. საერთოდ ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიჩქვევა: თხევადიანი ლავა, მყარი ვულკანური ფერფლი, მთვერი, ტალახი და ქვები. და არის გაზობრივი წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. დედამიწაზე არსებობს ასეულობით 1300-ზე მეტი მოქმედი ვულკანი, რომელთა უმეტესობა საბედნიეროდ მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა და არ ახსნელებს. საერთოდ ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათის არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებას. ამის გამო ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა. თუ კიდევ გაინტერესებთ მსგავსი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩვენი არხი.